გამარჯობა, მოგესალმებით, რამდენიმე კარგი ამბით გიბრუნდებით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ახალი დანები ჩამოვიდა, კონცეპტები. კიდევ ერთი ჩვენი ფილიალი რამდენიმე თვის წინ გავხსენით, მაგრამ ახლა უკვე ხვალიდან ოფიციალურად შევსებული და სტაბილურად იმუშავებს. იხსნება კიდობანში სავაჭრო ცენტრი კიდობანის საბაძის 8 ნომერი დინამო სტადიონის მოპირდაპირედ. ეცოდინებათ ალბათ ეგ ადგილი. ან ჩვენთან ახლოს არის, იქ თუ რამე არ მოგეწონებათ, განმზადებით პანდაში, რამეს უეჭველად შეარჩიოთ, რა არის ყველა გემონებისთვის, ყველა კატეგორიის დანები მოკლედ. და შემდეგი კარგი ამბავი კიდე ახალი ბრენდი გელოდება, ცოტა ხანში მაქსიმუმ ერთ კვირაში აქ იქნება და იმის ვიდეოსაც რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ. ხო, რაც შეეხება დღევანდელ კონცეპტებს, ზოგი ცოტა ძველი და ნაცნობი მოდელია, ზოგი ახალი გამოსულია, ჩამოვიტანეთ კიდე ბევრი სხვების ჩამოტანაც გვინდოდა კონცეპტების, მაგრამ სამწუხაროდ მარაგში არ ქონდათ ამჯერად და შემდეგ შეკვეთაზე რაღაც სიახლეები კიდევ დაგვემატება. ეხლა მოდი ესენი გავიაროთ. აქ არის XL კორვიდები, მეგობრებო, XL კორვიდები ძალიან უყვარს ჩვენს მომხმარებლებს, გარდა იმისა, რომ პრაქტიკულია, კიდევ გარკვეული სხვა მიზეზების და გამო. და ამიტომ სხვა სამფერში ჩამოვიტანეთ, აი პირველი მათგანი ეს არის მეგობრებო, შავი პირით, აი ესეთი მეძამული ჯიათის სტარით, 154 cm გვაქვს ფოლადი ტრადიციულად და აი ესეთი დიდი და განიერი დანაა, ცოტა ბრუტალური, ცოტა პრაქტიკული, ცოტა უშნო, ცოტა ყველაფერი დევს ამ დანაში დამეთანხმებით. ეს პირველი ვერსია მეგობრებო, ეს მეორე ჯიათი და ესეთი ორენჯი კონფლირებული ჯიათის სტარით, ფოლადი აქაც 154 cm გვაქვს, შავის თოუნოშის დაბოლოებით და ესეთი დიდი უშველებელი დიფქერის საკიდი. და უხდება ამ დანას, ამაზე პატარა საკიდი პირიქით ალბათ ამოვარდნილი და რაღაც ისეთი იქნებოდა. ცოტა მიუღებელი. ეს კი ჩვეულებრივი ჯიათი არის, ასევე კონფლირებული და აქაც 154 შავის თოუნოში ფოლადი გვაქვს. აი ესეთი 3 წალი XL კორვიდი ჩამოვიტანეთ. შემდეგი მოდელები, აი ეს მაგალითად ახალი მოდელია მეგობრებო, უკაცრავად რაღაც ვერ გავხსნია და ძალიან მაგარი მექანიზმი აქვს თავიდან გავხსნი ამ დანას. ბისონი ქვია ამ დანას. სასწაული დანა, ნახეთ რა სილამაზე, ნუ ტარი ტიტანია, ფოლადი ხმილოვანია 35-ვიანი, ტიტანზე ტექსტურას ალბათ ხედავს ხელში ძალიან კარგად ის აი ეს ვადა ჯვარივით. ძალიან უხდება დიდი ზომისაა, ცოტა რაღაც აგრესიულია და რაღაცა დამცავი არის ეს ხელის, რომ ცოტა მძიმე სამუშაოზე ხელი არ გაგიცურდეს და აი ნახეთ სასწაული მექანიზმი აქვს. თავიდან რო დავინახე ეს დანა გავგიჟდი, ისე მომეწონა დიზაინი, მეთქი ძალიან მომეწონა და მე ვნახე რომ თურმე რეილა კონიგოს დიზაინია და აი თურმე რაშია საქმე. მე უკვე მივხვდი. სასწაული დანაა. 3 წელი ჩამოვიტანეთ, ამჯერად ნეტა მეტი ჩამოგვეტანა, სასწრაფოდ ნუ შევკვეთოთ გიოახლები ეს. ძალიან კარგი ტიპია. ვფიქრობ ჩვენ მომხმარებლებსაც ძალიან მოეწონებათ. ნუ ეს ნიკოა, ჩვენთვის კარგად ნაცნობი, მალევე გაგვეყიდა და მოთხოვნა იყო და ისევ ჩამოვიტანეთ, აი ესეთი მწვანე მიკარტა სტარით. D2 ფოლადი, ძალიან სქელი ფოლადი აქვს ვათს შორის, დაახლოებით 4.5 მმ-ია მისი სისქე და ცოტა მძიმე დატვირთვებზე შეიძლება რომ გამოვიყენოთ. ესეთი კაიდექსის ქარქაში. ეს კი ახალი მოდელია მეგობრებო, Tiny Dancer ქვია, Teenablis, პატარა კომპაქტური ფიქსედია, ნუ ქარქაშზე ცოტა რო გავამახვილოთ უადებს საკმაოდ კარგი და პრაქტიკული ტიპია, ვფიქრობ. ეს კაიდექსის ქარქაშებს აქვს ხოლმე ის მომენტი, დანა რომ ჯდება, ცოტა ზევით არის და ცოტა უხერხულობას გიქმნის და საკიდი ამოწიეს ცოტა ზევით და უკვე თავის ადგილას დგება კამარზე და ძალიან პრაქტიკული ამბავი. ნიკოზიც ესეა გაკეთებული, ძალიან მომეწონეს. ნუ გადაადგილება ამისი შეიძლება, ესე სტრიალდება როგორც ხედავთ. საკმაოდ პრაქტიკულად არის გაკეთებული. ნუ თვითონ დანას რაც შეეხება, როგორც გითხარით, მცირე ზომის არის, საშუალო ზომის, უფრო ბევრად პატარა ფიქსებიც გვინახავს, რა თქმა უნდა. არის საკმაოდ პრაქტიკული, მძიმე დატვირთვებზე გათვლილი ასევე, აქ შეიძლება უფრო პატარა სამუშაოსთვის წინ გადაიტანოთ თითი და ესეთი გათვლები ზოგადად უხდება ფიქსედებს. ფიქსი ყოველთვის არის უნდა იყოს გათვლილი პრაქტიკაზე ვფიქრობ რა. ხო, ნუ კიდევ სიახლე რამდენად არის არ ვიცი, ადრეს გქონდა, მაგრამ ეხლა ცოტა უფრო დავხვეწეთ ეს ამბავი, ფასტაკლებების განყოფილება არის ჩვენ საიტზე, ნუ როგორც მოგეხსენებათ, აქვე გეტყვით რომ ჩვენ ამ დანებს იხილავთ, მეკითხებიან ხოლმე ფასი რაღაც კომენტარებში და რაღაცა, შეგიძლიათ გადაბზანდეთ ჩვენ საიტზე www.blades.g და იქ ნახავთ თითოეულ მოდელს თავისი აღწერით, მასალებით, ზომებით, ყველაფრით და ფასტაკლების განყოფილებითაც ყოველთვის არის რამოდენიმე კარგი მოდელი, ძალიან ისეთ მისაღებ და სასურველ ფასად ესე ვთქვათ და ვფიქრობ განყოფილები დარჩებით მაგ კუთხეს. შემდეგი მოდელი მეგობრებო, Teenablis Fenrirია. Fenriris ბიუჯეტური ვერსია ჩვენ გვაქვს, კონცეპტის Fenrir, რომელსაც უფრო მაღალი დონის მასალები აქვს და უფრო მეტი ის შედარებით ბიუჯეტური იყო ამ დანაზე მოთხოვნა და ჩამოვიტანეთ. გააკეთეს აი ესეთი ჩამკეტის სისტემით.
ძალიან საინტერესო და ლამაზი დანაა, თეთრი ჯიათი ტარი ძალიან უხდება. ნიტროვი გვაქვს აქ ფოლადი და დიზაინს კი ვხედავთ, რაც შუბისებრი ფორმის, პრაქტიკული და ლამაზი დახვეწილი ესეთი დასაკეცი დანაა. შემდეგი მოდელი მეგობრებო ჰელიქსია. ჰელიქსის ახალი ვერსია გამოუშვეს, როგორც გახსოვთ, წინა იყო ბათონლოკ ჩამკვეტის სისტემით, პირის დაფერვაც შეუცვალეს, ლაინერ ლოკი გაუკეთეს ჩამკვეტი, რაც ვფიქრობ უკეთესია ამ ზომის დანისთვის, უფრო, რავი, ჩემი აზრით, ლაინერი უფრო მისაღებია ვიდრე ბათონლოკი. ბათონლოკი ცოტა დიდ პირზე რაღაცა მე არ მომწონს პირადად, არც გახსნის ხმა, ხარისხი, ლაინერი ბევრად მეიმედება მოკლედ რა და გამიხარდა ძალიან რომ ეს გადაკვეთილება მიიღეს და ძალიან მომეწონა. ესეთი დიფქერი საკიდი გვაქვს და ეს ლამაზ ბრონზისფერი ამდირება და მწვანე ჯიათი ერთად ძალიან კარგად ჯდება ჩემი აზრით გემოვნებით არის შესრულებული ეს დანა. ეს კი მეგობრებო ბულდოზერი კარგად გახსოვთ ალბათ კონცეფტის, გვაქვს ეხაც მაღაზიაში ამის ასევე შედარებით ძვირი ვერსია, ბიუჯეტური ვერსია გამოუშვეს, რაც ასევე მოსაწონია ხა. ისეც არ უნდა მსგავსი ფორმის დანა და არ უნდა ძალიან ძვირის გადახდა. მაგერ ბიუჯეტური ვერსიაც ბატონო. ფოლადი დეორი გვაქვს, ტარი ჯიათი, დიზაინი შენარჩუნებულია რა თქმა უნდა, ფოლადის დიფქერი საკეტი და ძალიან ისეთი პრაქტიკული დანა, ეს თავის კლიანი დაშვებითა და ამ ფორმით და შედარებით წვრილი ტარით და განიერი პირით, მე ძალიან მომწონს და მე სიმპათიურება ეს და ვფიქრობ, ბევრსაც მოეწონება. ხო, შემდეგი გადავიდეთ. ესეც ახალი მოდელებია სხვათა შორის მეგობრებო. ექსი ქვია. ესეთი ნეკნაიფია, გულსაკიდად შეიძლება რომ გამოვიყენოთ, ჩანთაზე შეიძლება ჩამოეკიდოს ბუნების პირობებში და ქალაქში რა თქმა უნდა დაინსტალება აკრძალულია მოგხსენოთ. ყოველთვის დაინსტალებაზე როცა ვსაუბრობ ქალაქად, ბუნებაში და იქ სადაც დაშვებულია. ხო, რაც შეეხება ამ დანას, ესეთი განსხვავებულია, ტაქტიკურია. ხელში ბევრნაირად შეიძლება დაჭერა ესე რაღაცა პატარა სამუშაოზე. ერთ სიტყვით დანარჩენი თქვენ თავად მოიგებთ, თქვენ თვითონაც ხედავთ რა არის სკელეტონი არ აქვს არანაირი ტარი. ფოლადი გვაქვს შვედური 1428-ენი, ესეთი მწვანე ფერი და მეორე წითელი ფერის გვაქვს კიდევ იგივე მოდელი. აი ეგ ნახეთ. ორივე ლამაზებია. ორივე ძალიან ლამაზი და ესეთი მსუბუქი პრაქტიკული დანებია. ეს კი მეგობრებო მინი კორვიდია, ძალიან საყვარელი პატარა დანა, 154 cm ფოლადი და ესეთი ლამაზი ჯიათის ტარით, რომელზეც დატანილი რაღაც კატები, ღამურები და რაღაც ისეთი განსხვავებული ლამაზი ნახატით არის წარმოდგენილი. პატარა საყვარელი პრაქტიკული დანა. ის მოდი აქვე შევადაროთ ცოტა. ასეციაციაც კვერტ-კვერტზე გამხელა სხვაობა ზომებში. ამათ შორის არის კიდე M+-ი კორვიდი და ბევრი ზომები არსებობს გვაქვს ჩვენც. ეს ყველაზე პატარა და ყველაზე დიდი ამჯერად წარმოდგენილი. ეს კი მეგობრებო კილინია კონცეპტ ნაისის. ბევრჯერ გქონდა ეს მოდელი სხვადასხვა ვარიანტებით, ეხლა ეს ჩამოვიტანეთ, ისეც გვინდა და სხვადასხვა ტარებით დაპირებით, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ესეთი მწვანე ჯიათის ტარით იყო დარჩენილი და ფოლადი 154 cm. ძალიან პრაქტიკული და ესეთი გამოსადეგი დანა, რომელიც საკმაოდ ბიუჯეტურია და ახლობით 200 ლარის კატეგორიაში ეყრდნობა და ვფიქრობ ისეთი ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგი დანაა თავისი გეომეტრიით, ზომით, წონით. ამხელა სამუშაო პერი აქვს, ძალიან კარგი დანაა ვფიქრობ რა. ბევრს მოვჩევდი ამ დანის შეძენას, იმიტომ რომ ისი გამოსადეგია, გამომიყენებია და იმიტომ. და შემდეგი მოდელი მეგობრებო, კონცეპტ ნაივის თარკანი ქვია მოდელს, ძალიან ლამაზი, მაგარი დახვეწილი დანაა, ესეთი ტიტანის ტარით, დამასკოს ფოლადით. ფრონტი ძალიან კარგად იხსნება, ასევე თამსტადი გვაქვს, რამდენიმენაირად შეიძლება რომ გაიხსნას. მეთიუ ქრისტენსენი გახლავთ ამ დანის დიზაინერი, ანუ მაღალი კლასის ისეთი დასაკეცი. ხო, ეს რაც შეეხებოდა კონცეპტ ნაივსებს, მეგობრებო, დღეისთვის ეს იყო და ერთი მოდელი გვაქვს კიდე, არა კონცეპტი, სარო ნაივსის გახლავთ ალბათ რუსული ბრენდია, მათი წარმომადგენლობაც გვაქვს, განსხვავებული slip joint-ი ჩამკვეტებით რო იყო. და აი აგერ არის ეს მოდელები მოკლედ მეგობრებო რომ გაიხსენოთ, აი ამ ბრენდის ეს ერთი მოდელი დაგვემატა რა. თუ შეიძლება ისევ ჩემზე გადმოიტანე ფოკუსი. ხო, ეს დანაც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც გულსაკიდად, ტაქტიკურად შექმაში, კამარზე ყველანაირად აქვს ამ დანას ბევრი ვარიანტი. ეს Skydex-ის ქარქაში აქვს და თვითონ დანას შეეხება ესეთი ფორმისაა. საკმაოდ სქელი დაახლოებით 3.5 მმ-ის აუს 6 ფოლადი გვაქვს.
აუ სექსუალური მოგეხმარებათ არ არის მყიფე, არის ესეთი დარტყმა-გამძლე, შეგიძლიათ რაღაცა მძიმე დატვირთვებზე გამოიყენოთ, არ შეგიშინდეს რომ ცხვირი მოწყდება, ასევე ვფიქრობ სასროლად კარგი იქნება ეს დანა. მაგრამ საკმაოდ ბევრი დანიშნულება შეიძლება მოვუყოთ, მოკლედ არის, ტაქტიკური ხასიათის არის ეგრევე ერთი შეხედვით რომ შეხვედრათ და დანარჩენი პირის ფორმა ისეთი აქვს, ყველაფრის დაჭასაც შეძლებთ. რა ხარისხით ახლა რა თქმა უნდა, ვთქვათ, ამდანის ბიზონის ხარისხით ვერ გაგიჭვის, მაგრამ თუ გაქვს მხოლოდ ეს დანა, შეგიძლია გამოიყენო ბევრ ამაში. სამაგიეროდ ამდანით როგორც გაერთობი, ისე ვერ გაერთობი სხვა დასაკეცი დანით. მოკლედ, დანარჩენი გემოვნების ამბავია და დანიშნულების რისთვის გინდათ დანა. ყოველთვის ესეა რა. როცა დანას ყიდულობ, თავარია ფუნქცია. კარგით მეგობრებო, დღეისთვის ეს იყო. გვადევნებთ ალყური, სიახლეები ჩვენზე იყოს. დროებით დაგემშვიდობებით.